იმისათვის რომ მეტნაკლებად სწორად ვიცხოვროთ, აი პავლე მოციქული გარკვეულ რჩევებს გვაძლევს დღეს, როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის ესე, სახარების შესაბამისად, სამოციქულო იძლევა პრაქტიკულ რჩევებს, ეს არის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, ასეთ რამეს ამბობს პავლე მოციქული ღვთის ეკლესიას და მოგმართავს პავლე, დიდი პავლე მოგმართავს ღვთის ეკლესიას, ანუ ზოგადად და რა თქმა უნდა კონკრეტულად ჩვენ დღესაც ამ წუთში აქაც გვეუბნება ღვთის ეკლესიას, ანუ ჩვენ ქრისტე იესოში განწმენდილთ. მე ვარ ეკლესიის წევრი ადამიანი ამბობს. აღსარებელი, მაზიარებელი დავდივარ, მაგრამ ნამდვილი ეკლესიის წევრი, რომელიც ეკლესიად იწოდება როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, არის ის, ვინც ქრისტე იესოში განწმენდილია. რამდენად ვარ ჩვენ განწმენდილები ქრისტე იესოში? რამდენად რას ნიშნავს განწმენდილი? განწმენდილი ნიშნავს, რომ ჩემს გულში არაფერი მყავს გარდა იესო ქრისტეს ისი ჯვარცმულისა, პავლე მოციქულის სიტყვებს გავიმეორებ, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, კვლავ პავლე მოციქული მეუნება და გვახსოვს ამასინათაც გეუნებოდით ის აკასურის სიტყვები, რომ იმისათვის რომ მოხდეს განწმენდა და განწმენდის შესაბამისი ჭვრეტელობა დაიწყოს ჩვენში, ანუ ღმერთის ხედვის უნარი მოგვეცეს, ამას წინ უძღვის ჩვენი სურვილი გვიყვარდეს იესო ქრისტე, რომელიც უნდა ვლინდებოდეს მისი მცნებების აღსრულებაში, ანუ ქრისტეს ერთგულებით ვადასტურებ და მცნებების აღსრულებით, ზედმიწევნითი აღსრულებით მცნებებისა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვინდა გვიყვარდეს იესო ქრისტე და შესაბამისად, როცა ამ მიმართულებით მივდივართ, მე უკვე ღმერთი გვეხმარება ამ თავარ საქმეში, რომ ჩვენი რწმენა გადაიზრდება ნდობაში, მე სრულ ნდობაში უფლის მიმართ და სრული ნდობა ქრისტესადმი გადაიზრდება ქრისტესადმი სიყვარულში. აი ეს უნდა მოხდეს. როცა ეს ხდება, მაშინ შემიძლია ვთქვა, არაფერი მყავს გულში გარდა იესო ქრისტეს ისი ჯვარცმულისა. და მე კი არ ცოცხლობ, ძმებოდადებო, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, მისით ვარ ცოცხალი. აი როცა ეს მდგომარეობა მოდის, ადამიანი უკვე ხედავს, ის განწმენდილია. და რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება პირდაპირ ეკლესიის სავალდებულოდ. აი როცა ჩვენ ვეზიარებით წმინდაა, რა ითქმება, წმინდათა, ანუ შენ თუ აქეთკენ მიდრეკილი არ ახარ, აქეთკენ მსწრაფი არ ახარ, აქეთკენ არ იყურები, ცხოვრების საზრისად თუ არ გაგიხდია, რომ განიწმინდო და ქრისტე იესოში, მაშინ ზიარებასაც აზრი არა.